ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების წარდგენას განაგრძობს. პარტიამ გორის მაჟორიტარად ბადრი ბასიშვილი დაასახელა. 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი ლიახვის ყოფილი მაჟორიტარი შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ისევ დეპუტატობისთვის იბრძოლებს. თუმცა ბადრი ბასიშვილის სახელთან დაკავშირებულ საკანონმდებლო საქმიანობაზე მეტად სატელევიზიო არქივის სხვა ინფორმაციას ინახავს. დეტალებს ანა ბროლაძე გიამბობთ. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უნდა მომხდარიყო გორში და ჩვეულებრივად როგორც სხვა მოსახლეობასთან სოფლებში იყო შეხვედრები მოსამზადებელი. დახვდნენ ის ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად ასოცირდებოდნენ ბადრი ბასიშვილის ბანდებსაც და ისიც შორი ახლოს ადევნებდა ხოლმე, იმიტომ რომ ახლა მისი მანქანა ყველა მიცის. იცოდა რა ნომერი იყო, როგორ იყო მაშინ ქვების სროლა და ცემატყება. მისი ინსპირირებული იყო. ქართული ოცნების წევრი ზაზა ადუაშვილი 2012 წლის ივლისის პერიოდს იხსენებს. მაშინ, როდესაც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე კარალეთში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარებას ცდილობდა. შეხვედრის მცდელობა დაპირისპირებით დასრულდა, რომლის ორგანიზებაშიც ოცნების წევრები დღემდე ლიახვის ხეობის მაშინდელ მაჟორიტარს ბადრი ბასიშვილს ადანაშაულებენ. ის ასოცირდებოდა ცემაში ადამიანების დასჯაში, დარბევაში, მიტინგების საკუთარ თავზე გადავიარეთ მისი ხელკეტები, მისი ბანდების ესე რომ ვთქვათ, აღვირახსნილი საქციელი და ამას არც მალავდნენ ისინი. 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი ერთადერთი არ არის, რომელთან დაკავშირებითაც ბადრი ბასიშვილის სახელი და გვარი ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა ამბებთან დაკავშირებით იძებნება. 2007 წლის ნოემბერი ბადრი ბასიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე აქტიურობს. 2010 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაგზავნილ დამკვირვებლებს შორის, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება რევოლუციური სცენარის განხორციელებაში ადანაშაულებდა ერთ-ერთი დეპუტატი ბასიშვილია. 2011 წლის მაისი სახალხო მოძრაობის აქციების გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიაზე მობილიზებულ სპეცრაზმთან დეპუტატი ბასიშვილი ჩნდება. ამავე პერიმეტრზე მომხდარ ინციდენტში სწორედ ბადრი ბასიშვილს ადანაშაულებენ. 2016 წლის 10 ივლისს ბადრი ბასიშვილი ნაციონალურმა მოძრაობამ გორში მაჟორიტარ დეპუტატად წარადგინა. ჩემთვის მათი პრობლემები უცხო არ არის და კარგად ვიცი. აქედან გამომდინარე, მე ჩემ გუნდთან ერთად ვაპირებ იმ მშენებლობების გაგრძელებას, იმ ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ 2012 წლამდე და აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ მონაწილეობის მიღებას ბრძოლაში. ჩვენ ვაპირებთ აუცილებლად გამარჯვებას და 8 ოქტომბერს ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ. მომავლის დაპირებებით მოსულ ბასიშვილს ჟურნალისტებთან წარსულზე არ უსაუბრია. ამ წარსულის მიმართ არსებულ შეკითხვებზე მისი თანაგუნდელები პასუხობენ. ბრალდებები პირველად არ გაიჟღერა ბადრის მიმართ, მე შემიძლია თქვა, რომ მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ ბადრი ბასიშვილს, ეს არის უაღრესად პატრიოტი ადამიანი. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, თუ მათ თანაგუნდელს უკანონო გადაცდომები ჰქონდა, ეს ხელისუფლებას 4 წლის განმავლობაში უნდა გამოეძიებინა. რა თქმა უნდა, როდესაც რომელიმე კანდიდატი განსაკუთრებით გააღიზიანებს, დღევანდელ ხელისუფლებას გააღიზიანებს, იმიტომ რომ რეალურად ხედავენ შანსს მოგებისა, მის მიმართ აუცილებლად რაღაცა მიზეზი ითქმება ხოლმე. ბადრი ბასიშვილი არ ამგონი რომ ერთადერთი იყოს ამ მიმართულებით, არ ამგონი რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავდეს რომელიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც ამ ხელისუფლებას მოეწონება, ასე რომ ველოდოთ სხვადასხვა ეპითეტებს ჩემი მეგობრების მიმართ. უკვე კონკურენტი პარტიის კანდიდატს ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული პოლიტიკოსები არ აფასებენ. ამრჩეველმა გადაწყვიტოს, ვისი კანდიდატურა უფრო ღირსეული იქნება, დანარჩენი უკვე ფიქრობ, რომ ეს წარსული პერიოდია და ამას დიდად არ ვაპირებ ყურადღების გამახვილებას. სხვა პარტიების მაჟორიტარ კანდიდატებზე არანაირი შეფასებებს არ ვიზრდებ. თუ ადამიანი მოძალად და მას აქ დანაშაული ჩადენილი, ის ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრი ეკა ბესელია იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ის გაერთიანებული ოპოზიციის წევრი იყო და მზად არის ბადრი ბასიშვილის ქმედებებთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები დაინტერესების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებსაც გადასცეს. ამ ადამიანს თავის დროზე შექმნილი ყავდა რაღაც არაფორმალური ჯგუფები, ძალიან საეჭვო ადამიანები, რომლებიც მაშინ თავს ესხმოდნენ ოპოზიციურ პარტიებს და ახსოვს ალბათ გორსაც და არა მარტო გორს, ბასიშვილის ქმედებები და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მასალა, მათ შორის ჩვენთანაც არსებობს ეს ინფორმაციები ინახება, შეგვიძლია ეს ინფორმაციები ამოვიღოთ და გამოძიებას თუ არა აქვს, ჩვენ მივაწოდოთ. თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის გარდა მაჟორიტარები ჯერჯერობით არც ერთ პარტიას არ წარუდგენია.